Aš მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. იმედია ყველას ყველაფერი კარგად გაქვთ, მაგრამ მაინც შემოიხედეთ ჩემს არხზე. რითაც ძალიან გავახარეთ. კიდევ ერთხელ გისურვებთ დღეს ბედნიერ ლამას, ნათელ, მზიან და ენერგიით, სასიცოცხლო ენერგიით სავსე დღეს. ეხლა პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც მომართავთ, ვინც მწერთ, ასე ვთქვათ, პირადად, ვინც მიკომენტარებთ, მილაიქებთ, ყველას, ვინც უყურებთ ჩემს არხს. ტარო სალიელი თქვენთან არის. მოკლედ, ეხლა საქმე რაშია, იცით? ამას წინათ მომმართა ერთმა და ისო რა ქვია, ესე კითხვები თუ არ მინდა რომ დაუსვავ, იქნებო მთლიანათო დასტამო თვითონ მითხრას, ანუ ესეთი სიტუაციაც არის, რომ მთლიანად დასტა, თქვათ, როცა იკითხები დიაგნოსტირებას რო ატარებ, ხო? ვინ არის ეს ადამიანი და ანუ რაღაცა გაძლევს ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მაგრამ აი როცა გაგკითხვები, ხო, კონკრეტულად, აი ამ ახლო მომავალში, ვთქვათ, ერთი თვის ვადაში, ხო, ყველაზე ნაკლებ დროს ვიღებთ. მომავალი, ანუ რომ ისაუბრო მომავალზე, შეიძლება ანუ ვერ მიხვიდე იქამდე. შეიძლება 50 წლის მერე მოხდეს, ან 100 წლის მერე და ხა იქნები 50 წლის მერე საკითხავი ეს არის. ამიტომ ყოველთვის ვიღებთ ნაკლებ დროს. ესე არის. საერთოდ ამ მანტიკაში და ამ ტაროს მანტიკას, ხო? აქ კიდე სხვადასხვა ვარიანტები, გასაგებია ბევრი, მაგრამ არის კიდე აი მომავლის გასაგები, ხო, რაღაც პრაქტიკების სხვადასხვანაირი ინსტრუმენტებით, მაგრამ იქაც ნახეთ, სულ კონკრეტიკაა საჭირო, ვთქვათ, ახლო მომავალში თუ დავიწყებ სამსახურს, სიტყვაზე, ახლო მომავალში, ვთქვათ, ერთი თვის ვადაში ვთქვით, ხო? ასე თი დავალებით, ვთქვათ, ვიღებთ ხელში დასტას და ვეკითხებით, ჩემი ფინანსური მდგომარეობა თუ გამოსწორდება, ანუ და ის გაძლევს პროგნოზირებას. აი ხო არის ასტროლოგია, რომ გეუბნება, აი ამ დროს, ამ პერიოდში ესე იქნება, ანუ დაახლოებით 100-ია, ოღონდ უფრო მეტი ინფორმაცია და ვარიანტების საშუალებას იძლევა ეს ინსტრუმენტი, რასაც ქვია სიმბოლიკა, ნუმეროლოგია და ასევე ცნობა, ხო, და კითხვა. აბა, ეხლა ტაროს თავისი ენა აქვს, ის ხო ვერ ამოიღებს ხმას და ვერ დაგელაპარაკება, ის მინიშნებებით გესაუბრება და თავისი სიმბოლიკით, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება სასიყვარულო მოვლენებს, ხო? ის ადამიანი ამ აწმოდროში თუ კი რამეს ფიქრობს, გრძნობს, ამას ყოველთვის აჩვენებს და ასევე სამომავლოდ, აი რას ფიქრობს, რა სურს, სიტყვაზე ვიძახი. რა, ვთქვათ, ფიქრები აქვს, სერიოზული, არასერიოზული, ანუ ამასაც გეუბნება, უბრალოდ მერე, ნახეთ, მიზეშედეგობრივი, ანუ მოქმედება უკვე მასეა დამოკიდებული. შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, აი ეხლა ხვალ დაურეკავ, მოვიკითხავ, შევხვდები, ვნახავ, ამ ფიქრს წაიკითხავს. მაგრამ ხვალ შეიძლება, ანუ იმ ადამიანს ხო რაღაც კონკრეტული სიტუაციები დაუდგეს, მოცემულობა, იქ, ვთქვათ, მანქანა გაუფუჭდეს, იქ, ვთქვათ, უცებ ნათესავი მოუკვდეს და რაიონში წასასვლელი სიტყვაზე ვიძახი. ანუ ძალიან ბევრი ვარიანტებია. ძალიან ბევრი ვარიანტებია, მაგრამ ის რომ ფიქრობს მოსვლაზე, ეხლა შეიძლება ხვალ არა, მაგრამ ზეკანო მოვიდეს. ამას კი ბატონო გაჩვენებს კარტი, მაგრამ მოქმედება, ნახეთ რას გიხსნით. ყველაფერი არის დამოკიდებული თქვენზე, როგორც იმ ადამიანზე, ვიზეც ვთქვათ, გინდათ ხო რომ მოვიდეს, ანუ ვადებში, აი დროში ვერ იმაშვება, ვერ სანსკრავს ზუსტად, იმიტომ რომ აქ ბევრი რამე ადამიანზეა დამოკიდებული. ეს მხოლოდ პროგნოზირებას იძლევა.
გესმით? ეხლა არის, ძალიან ბევრი შემიძლია ამაზე ვისაუბრო და მაგალითები მოვიყვანო ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ აი მაგალითად შემიძლია ვთქვა, ზუსტად ეხა ვერ გითხრათ, მაგრამ აი თვითონ დასტებიდან გამომდინარე რა ამოდის, იქიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, აი რამდენ დროებით, აი დაახლოებით რამდენ ხანში შეიძლება რომ მოვიდეს. იმიტომ რომ იმ დასტებიდან გამომდინარე, იმ არკანებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ანუ ისევ უნდა ელოდო, თუ უკვე გადაწყვეტილება მიიღო და მოდის და გზაშია და პროცესშია ეს მოვლენა. აი ესეთი რაღაცების გაგება შეიძლება. ეხლა ვინც მიყურებთ და იცით ჩემი არხი და დიდი ხანი ხართ, თქვენ არა, მე ვიცახი აი ახლები. კიდევ ერთხელ მადლობა, ვინც პირადშიც წერთ და მეხმიანებით, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიცახი, დროს და სივრცეს სამყაროში, როგორც ტაროს ინსტრუმენტს და ასევე სხვა ინსტრუმენტებსაც, რომელსაც მე ვიყენებ პირადად ჩემთვის. მანძილი არ არსებობს სამყაროში. იქ წარმოიდგინეთ უსასრულობა, აწმყო, წარსული და მომავალი გაერთიანებული ერთადაა. ეს ჩვენთან არის აქ. დრო, გესმით? სამწუხაროდ, თუ რა ვიცი, როგორ ვთქვა. იქ დრო არ არის. ეხლა რაც შეიძლება კითხვებს, აი რომ გეუბნებით, რომ შეგიძლიათ მომართოთ კითხვები, არა აქვს მნიშვნელობა. აი, უნდა ვიცოდე სახელი ადამიანის, ასაკი ადამიანის დაახლოებით, რომ კონკრეტიკა მიუცე დასტას, კოდზე ტრიირდე და აი ეს კონკრეტული კითხვა თქვათ, ხო, რასაც თქვენ დამისვავთ, პირდაპირ ვკითხო. და პასუხი იქნება, არ არის აუცილებელი ონლაინ, ვისაც უნდა კი ბატონო. არ არის პრობლემა, მაგრამ მე ვიძახი ასეთ ძალიან კარგ პასუხებს იძლევა, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ვარ შუამავალი გამტარი იმ სამყაროსა და თქვათ ფაქის სივრცეს, საინფორმაციო ფაქის სივრცეს შორის, თქვენ შორის, თქვენ რომ ზაპროს თქვენი კითხვა რომ მოდის, მე მივმართავ იმ ძალებს, ვინც მეხმარებიან და შუამავლის როლში ვარ, გადმომცემი ვარ, გესმით? ასე რომ ეს წერილობით იქნება, ისე მესიჯით იქნება, თუ ლაივ ჩართვით იქნება, ამას არსებული მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება არ გაქვთ დრო ბევრს მესმის, ხო? და გინდა თქვათ რაღაც საკითხებზე, ხო? ასევე კითხვების მიხედვით შეიძლება 4 კითხვა გქონდეს, შეიძლება 3 კითხვა გქონდეს, შეიძლება 2 კითხვა გქონდეს, აი ესეთი სიტუაციაც მაქვს, ესეთი სერვისიც მაქვს, ამის თქმა მინდა. და მადლობა, ვინც მომართავთ, ვინც მიკავშირდებით, მეც მიხარია, რომ გისრულდებათ და ღმერთთან სულ, კეთილი ამბები და კეთილი სურვილები შეგიცვლოთ. ეხლა ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგია მთლიანად როგორია. რას გვეტყვიან კარტები დღეს? წარსულ სიყვარულზეა ისევ საუბარი აქ. ძალიან ბევრ ადამიანს, არ ვიცი ხა ვინც მიყურებთ, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია ასეთი მოდის, ხო, თქვენთვის ვშლი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენგან რომ იტყვიან ლაიქი, კომენტარი, რომ მეც ესე იგი მქონდეს სტიმული, ხო? და დამეხმაროს, რა თქმა უნდა, ჩემ არხს. ეს ერთადერთი არხი მაქვს, სადაც მე ამ, ვთქვათ, საყვარელი საქმიანობით ვარ დაკავებული, ხო? ისიც თქვენთვის. სრულიად უფასოდ. მარტო ლაიქი და კომენტარი, ესეც საკმარისია. წარსულ სიყვარულზეა საუბარი. რაღაც პერიოდ თითქოს გაჩერდა სიტუაცია. ნახეთ, აი რომ მიდიოდა, ხო? წარსულ სიყვარულთან, წარსულ ადამიანთან, არ ვიცი რა, გაურკვეველია ეხლა. გაჩერებულია დრო, მე ამოტრიალებულ კარტებს არ უყურებ, საერთოდ უკუღმა, აი რაც არის, ხო? ის არის იმ მეორე ასე ვთქვათ მხარის და არ არის საჭირო უკუღმა ვიკითხო, როცა აქაც შეიძლება რომ სწორად წავიკითხო და ინფორმაცია მივიღო, ვთქვათ, დადებითია თუ უარყოფითი.
ხოთე გაურკვეველი სიტუაცია, წარსულ სიყვარულზეა. აი ესეთი ინფორმაცია შემოდის ახლა. შენ რისი გადმოცემა სურთ? ეხლა ვინც უყურებს ამ ვიდეოს შემოსულია და არა აქვს მნიშვნელობა რაც როც არ უნდა იყოს თუ ჩართეთ და გაინტერესათ, აბა რისი თქმა სურთ? თქვენთვის მამაკაცი. კი ბატონო. ადამიანი ეხლა ძალიან კრიზისული მდგომარეობა აქვს მას, აი წაგებულია, გამოცლილია ოჯახთან მიმართებაში. პრობლემები აქვს, სტაბილურობა დაკარგული აქვს და ეს ყველაფერი მისი გრძნობიდან, მისი შინაგანია, ხო? გრძნობა იგულისხმება, არის და საყრარლების კარტი ამოდის, არჩევანის წინაშე დადგა, ანუ როგორც ჩანს ადამიანს ჰქონდა ოჯახი და შეხვდა წარსულ ადამიანს, ისტორიას ყვები, ახლა კარტი რასაც მაჩვენებს. შეხვდა წარსულ სიყვარულს და თითქოს რო გაჩერდა. ანუ ის რომ ესე იგი ოჯახი, ცოლი, შვილები, ანუ სიტყვაზე ვიძახი, ხო? ყველაფერი დაივიწყა თუ დაავიწყა, იმიტომ რომ ის სიყვარული არ გამქრალა. აი ხა ინფორმაცია ასეთი მომდის, კი არის გაურკვეველი სიტუაცია. კი დგას ანუ საკითხი მერყეობის ქვეშ, მისი სტაბილურობის, მისი ცხოვრების, მისი ოჯახური სიტუაციის, მაგრამ ანტებული აქვს გულის სიყვარულით, არჩევანის წინაშე დგას და საყვარლების კარტით ამოდის თქვენ დამი, თუ არის თქვენთან ესეთი, ანუ მსგავსი სიტუაცია, მომწერეთ, რა ვიცი, მეც გამიხარდება, ხო, ესე იგი ტყუილად არ ვსაუბრობ. აქ ამოდის სიშორე, მანძილი, შეიძლება სხვა ქალაქში, აი რაღაცა, ანუ ახლა ნახეთ ყველაფერი, ეს ხო საჯარო გაშლა, არ ვიცი, ინფორმაცია ჰაერიდან ვიჭერო, იტყვენ მოდის და ახლა აქ მაჩვენებენ, რომ სხვა, ანუ ქალაქშიდან შეიძლება არ იყო, არ ცხოვრობდა, ან შემთხვევით სადღაც მოვიდა და იქ შეხვდით, ანუ რაღაცა რა, აი ესეთი, ან შორს არის, უბრალოდ შორს არის, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ ესე იგი უყვარდეთ თქვენ. მაშინ რჩევა რა იქნება თქვენთვის, ხო? რჩევა. თუ ასეთ სიტუაციაში ხართ, ან მსგავს, ხა ზუსტად დეტალებს ხო ვერ აღწევ. თქვენ უნდა მიხვდეთ იმის დამიხედვით, თუ წააგავს ეს სიტუაცია. თქვენ ანუ ძალიან რომანტიული, აი ესეთი პატარა გოგოსავით ხართ, თითქოს დაგიბრუნდათ ის მე-6 რო იტყვიან. სუნთქვა, ანუ გახარებული ხართ კი. და რა ვიცი, ყველა დადებითად უყურებთ ამ სიტუაციას. შეიძლება ეხლა ოჯახში პრობლემები აქვს და გაშორების პროცესია, ხო? ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ შეხვდათ თქვენ და გაიხსენა ის წარსული სიყვარული, მესიჯობა, მიმოწერა, რაღაცა, სხვა ქალაქი, შორი, მანძილი, მაგრამ რა ვიცი, გიპოვათ. აქ ამოდის, რომ ეს ადამიანი გზად არის ოჯახიდანაც წამოვიდეს, იბრძოლოს თქვენთვის და აგერ დაგიბრუნოთ თქვენ, იმიტომ რომ სიყვარულის კარტი ამოდის, მას მართლა უყვარხართ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყავს სხვა, ეხლა პირდაპირ ოჯახზე არ არის აქ საუბარი, შეიძლება პარტნიორი ყავს სხვა, მაგრამ თქვენ ნამდვილი სიყვარული ხართ, როგორ ფიქრობთ? რამდენიც არ უნდა გამოიცვალოს, ნამდვილი სიყვარული ადამიანს დაავიწყდება, არა. და აი მაჩვენებენ ფარულად ყოველთვის უყვარდით, გულში და სუყავდით. და მნიშვნელობა არ აქვს, აქაც მანძილს, ხო? როგორც სამყაროში დრო არ არის და სივრცე, ანუ აქაც მანძილს არ აქვს მნიშვნელობა და საბოლოო ჯამში ის ფიქრობს, რომ მოვიდეს, შეხვდეთ, გნახოთ და ესე მოკლედ სუფრა ბევრი სიხარული, ბედნიერება, სიტკბო, ანუ აი ესეთი ფიქრები აქვს რა, მოკლედ. ეხლა მე ესეთი ინფორმაცია მომივიდა. მე არ ვიცი, ვისთვის უშლი ან მსგავსი სიტუაცია ვისა აქვს, მაგრამ მოდის ხო? შეყვარებული ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა ნახვა. შეიძლება ეხლა ამ დროს შორმანძილზეა და რაღაც დისტანცია გაქვთ, ანუ აჩვენებენ რაღაცა გიშლით ხელს. პრინციპში მაგრამ გააქტიურდება, იმიტომ რომ მიხვდება, რომ ნამდვილად ასე ვერ იქნება თქვენს გარეშე.
ვერ იქნება. აი ხა დაახლოებით ხო, რომ გითხოთ, აი ეს სიტუაცია თუ მართლა ასეა, ხო, ვიღაცისთვის იქნება, ისე არ მოდის ინფორმაცია რა. დაახლოებით აი პერიოდი მაინტერესებს, რამდენ ხანში შეიძლება ეს ადამიანი თქვათ მოვიდეს უკვე სერიოზული ნაბიჯით ან კონკრეტული წინადადებით თქვენთან, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, დაახლოებით რამდენ პერიოდში. 4-ს მაჩვენებენ. 4 კვირა, 4 თვე ბევრია, შიკრიკი გაიგებთ ამბავს, აქ ჩანს კიდე ქალი, შეიძლება თქვენ ხართ, მე ხო არ ვიცი, ხა პირდაპირ კონტაქტი არ მაქვს თქვენთან. არც მიმოწერა. ხო, არა, ნახეთ. არის სიტუაცია აქ, რომ რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორებია. კი ბატონო, არის ადამიანი, რომელიც აკვირდება ამ მოვლენებს. შეიძლება ეს არაკეთილს აი ესეთი თქვენთვის არაკეთილ მოსურნეა ეს ქალი. მაგრამ არაფერი არ გამოუვა, იმიტომ რომ პროცესი დაიძრა არის და ეს ადამიანი აპირებს ეხა თუ გაჩერებულია მოვლენები, ნახეთ, თუ ეხა ამ წუთა სიტუაცია გაჩერებულია, მაინც იცოდეთ, რომ აუცილებლად ისევ დაიძრება. თუმცა ამ ქალთან ვიღაცა ქალი ამოდის, ამ შემთხვევაში ეს სხვა არის, რაღაც კონფლიქტი მოუვა, კი. შეიძლება მისი პარტნიორი ან ყოფილი ცოლი ან ცოლია, რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ის რაღაცა არის რაღაც გასარკვევი სიტუაციები თვითონ უგრძნობით ამოდის. და რა თქმა უნდა, საყვარლების კარტი, არჩევანი, სიყვარული, მაგრამ აქ მოვალეობა პასუხისმგებლობები, ამოდის ისევ ის სიტუაცია, რომ აჩერებს როგორც თავიდან ამოვიდა, ეხა არ ამოდის ოჯახის კარტი, მაგრამ აჩერებს აი ეს რაღაცა ფორმალურობა და ჯერჯერობით ეს სიტუაცია, რომ მან გაარკვიოს გაჩერებული, ამიტომ არკვევს ერთ პერიოდში, აი დაახლოებით დრო ხომ მაინტერესებდა, 1 თვე მაინც უნდა ამ სიტუაციას. დრო 1 თვე, იმიტომ რომ ჯერჯერობით იმ ქალის გამო არის რაღაცა შეჩერებული. აქ ახალი დასაწყისი ამოდის და თვითონ უნდა, რაც თავარია მონდომებული, ასე რომ დაელოდეთ 1 თვე. ეხა თუ რეზონირდა და თუ ნამდვილად გავს ეს მოვლენა თქვენ სიტუაციას, აუცილებლად დამილაიქეთ, მომწერეთ და რომ აგისრულდეთ და აუცილებლად ასე მოხდეს, რომ ეს ადამიანი ბოლოს და ბოლოს განთავისუფლდეს და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მიიღოს იმას სინამდვილეში რას გრძნობს, რას ფიქრობს და ვინ უნდა და თქვენ, აუცილებლად უნდა დაიჯეროთ ამისი და პოზიტიურად უნდა განეწყოთ. იმიტომ რომ ხდება ესეთი სიტუაციები, ხო, რომ შეიძლება გონია, რომ ეს ადამიანი გიყვარს და აღმოჩნდეს, რომ არ გიყვარს. შეიძლება გონია, ფიქრობ, აი ოჯახი გაქვს, რაღაც და ამ დროს ჰოპ და არა გაქვს. ამიტომ დღეს უკვე გასაკვირი არაფერი არ არის. მთავარია თქვენი თავისუფალი ნება. იმიტომ რომ ეს მოგწვა ღმერთმა. ხო და არჩევანის წინაშე სულ ვდგებით ჩვენ ადამიანები. ეს არის ესეთი ცხოვრება, რომ სულ გვაყენებენ არჩევანის წინაშე. მაგრამ ჩვენი გონებით, ჩვენი გულით, რაც თავარია გულით. საერთოდ უნდა რეზონირდებოდეს გული და გონება, მაგრამ მაინც გულს მივენდოთ და ავირჩიოთ. ის, ვინც გვინდა. აბა თქვენიცით დროებით და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.